პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცეულ ოლიგარქის სასამართლოში დღეს დილიდან მიმდინარეობს აქციის მონაწილეების საქმის განხილვა. გიგი უგულავას პროცესი გადაიდო, საქმეზე გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამოცხადება. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სანქცირებულმა მოსამართლემ 500 ლარი დააჯარიმა. გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა ნინო ენუქიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გაფრინდაშვილი ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს. ამ წუთებში სასამართლო მსახიობ ტყებუჩავას საქმეზე მსჯელობს, რომელსაც გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. სავარაუდოდ გამოცხადება განაჩენი და კიდევ ერთი პროცესი ჯგუფ დაიტოვეს ადმინისტრატორის და აქტივისტის ნენსი ვოლანდის საქმე ეხება. ამ შემთხვევაში ბრალდება გზის უკანონო გადაკვეთა. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის დასრულდა თუ არა უკვე რომელიმე პროცესი და გამოცხადა თუ არა განაჩენი. გისმენ მარიამ. ოლიგარქის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდი 5,000 ლარით, ხოლო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ და ზვიად საკავამ მიიღეს. ვოლანდის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა, რომ რუსთაველის გამზირი ჰქონდა ხელოვნურად გადაკეტილი, თუმცა საპირისპიროს აცხადებს თავად სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდი და ამბობს იმას, რომ ის მივიდა რუსთაველზე მაშინ, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო და სხვადასხვა მარშრუტით მიემართებოდა რუსთაველის ტერიტორიაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბუნებრივია მოლოდინები ჰქონდა თავად ვოლანდის მხრიდან და ამბობდა იმას, რომ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდა. დღევანდელი მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესს, ვაჟა გაფრინდაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე არაერთი შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის აცილება მოითხოვა ნინო ენუქიძეს, ვინაიდან ის არის სანქცირებული მოსამართლე და ასევე კონკრეტული თარიღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა, ეს არის 20 საათი და 17 წუთი. ამ დროს ვაჟა გაფრინდაშვილი 26 დეკემბერს არ იმყოფებოდა უშუალოდ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში. სწორედ ამ რესტორნის ქვით არის მოიტანა არგუმენტად ვაჟა გაფრინდაშვილმა, თუმცა მიუხედავად ამისა, სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მაინც დააჯარიმა ექიმი 500 ლარით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად გაფრინდაშვილი არ ეთანხმება, ბუნებრივია და არ აპირებს, რომ ეს ჯარიმა გადაიხადოს. 5,000 ლარით დამაჯარიმეს, წარმოადგინეს ვიდეოები, სადაც უკვე ვიდექი გადაკეტილ რუსთაველზე და მეც ეგრევე მახსოვს, რომ მოვიდა მარში, გადაიკეტა გზა და სასამართლო ამტკიცებს, რომ მე უკვე გადაკეტილი გზა ალბათ კიდევ ერთხელ გადავკეტე. გავარდა ინტერვიუს ვაძლევ ვიღაცას. მე ვიყავი ტროტუარზე, მანამდე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი, ველოდებოდი, არ გადავსულვარ და შემდეგ უკვე როცა მარში შემოვერთ და დაახლოებით 9:20 წუთი აკლდა, გადაიკეტა გზა და ჩემი კადრი არის უკვე 10:06 წუთზე. შესაბამისად უკვე გადაკეტილზე გადავედი გზაზე. უსამართლო გადაწყვეტილება თქმა უნდა გავასაჩივრებ მომავალში, როცა მომივა შესაბამისი დოკუმენტები. გაბატონმა ნინო ენუქიძემ დამაჯარიმა 500 ლარით და ალბათ თავისი რეიტინგი 100%-იანი შეინარჩუნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ედავებოდა 20:17 წუთზე გზის გადაკეტვას. ვიდეო მასალებში ჰქონდათ მოწოდებული 20 საათი და 38 წუთი. მე 20:17 წუთზე ვიყავი მაკდონალდში სანაპიროზე. მოსამართლემ ესენი არაფერი არ გაითვალისწინა. შინაგან საქმეთა სამინისტრის იურისტმა აღნიშნა, რომ რა მნიშვნელობა აქვს დრო რომელი იქნება. რასაც გამოცხადება, არც ერთ შემთხვევაში მე ჯარიმას არ გადავიხდიდი და უბრალოდ თქვა ეგ აფრთხილებასაც არ მივიღებდი, რომ ვიყავი მართალი. მე არ ვაპირებ გაჩერებას, ვაპირებ გამოგზავნო, თუ საჭირო იქნება სტრასბურგამდე ჩავალ. რაც შეეხება მსახიობ ტყებუჩავას პროცესს, დღეს უნდა გამოცხადებულიყო გადაწყვეტილება, თუმცა მხარეებმა საბოლოო რეპლიკით ისარგებლეს და ახლა უკვე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 18 თებერვალს გამოაცხადებს. დღეს მსახიობის მხარდასაჭერა და სოლიდარობის ნიშნად იმყოფებოდნენ ასევე სხვა მსახიობებიც. თავად ტყებუჩავას პოზიცია არის ის, რომ არარსებული ბრალდებით ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ბრალს, ვინაიდან ის რუსთაველის გამზირზე მივიდა მაშინ, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო და თავად ანას არანაირი ადმინისტრაციული კანონდარღვევა არ ჩაუდენია. ასევე მსახიობი საუბრობს ოლიგარქიული რეჟიმის ფინანსურ მოგუდვებსაც და ამბობს იმას, რომ ახლა ოლიგარქიული რეჟიმი ყველანაირად ცდილობს მშვიდობიანი დემონსტრანტები ფინანსურად მოგუდოს და სასჯელის და გადაწყვეტილების მაქსიმალური თანხა 5,000 ლარი გამოიყენოს. რაც შეეხება სხვა მსახიობებს, ისინი ამბობენ იმას, რომ ამ შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოლიგარქიული სასამართლო ყველანაირ რეპრესიულ მანქანას მიმართავს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა ოლიგარქიულ რეჟიმს და რუსულ ოცნებას ეს ყველაფერი არ გამოუვა.
ადმინისტრაციულ ჯარიმაზეა საუბარი, რომელიც ითვალისწინებს 5000 ლარიან ჯარიმას. გზა არ გადამიკეტავს, არც ამის მტკიცებულება არ არსებობს. გზა გადაიკეტა, როგორც თქვეს, დაახლოებით 20-15 წუთით ადრე და არის ვიდეო მასალა, სადაც 20-15 წუთის შემდეგ უკვე ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ ხალხში უკვე გადაკეტილ შვიდ მდგომარეობაში დგავართ მე და ჩემი მეგობრები. რა თქმა უნდა, სამართალდამცავებისგან არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. რეჟიმი კიდევ უფრო მეტად ყევაშია, კიდევ უფრო მეტად შიშია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვებრძვით რეჟიმს, რეჟიმი გვებრძვის ჩვენ და ჩვენ ვიცავთ თავს, ხო? ანუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი იმუფლებით, რომელიც კონსტიტუციის გვაქვს მონიჭებული თავისუფალი მანიფესტაციის და გამოხატვის აზრის და ასე შემდეგ, ჩვენ ამ უფლებას ვიყენებთ და ყველანაირად ცდილობს რეჟიმი რომ ეს უფლება წაგვართვას. რაც უფრო შევზღუდავს, იმ შეზღუდვებით გამოვა რომ მიიღებს დაუმორჩილებლობას. გიგი უგულავას პროცესიც გადაიდო, დღეს დილით იყო ჩაანიშნული, 12 თებერვალს გამოაცხადებს ზვიად ცეკვავა გადაწყვეტილებას უგულავასთან დაკავშირებით. ყველა მათგანზე დღეს ვისი პროცესებიც იყო ჩაანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 174 მუხს ედავება, რაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ნიშნავს.